ვის მოწყვილდაო? ვიდი ბუჯო მომენდო ბუჯო. რაო, ვაშლის წელი მინდაო? ეხლა ვეწავაო, მამიკუნა ირაკლიო, მოგიტანსო შენო ვაშლის წელსო, მოიცადეო ცოტა ხანიო. ვაშლის წელი არ ქონია. მე დაბლა თამსველი არ ვარ. ბატო მოდი ნუ იქნები ასეთი კატეგორიულიც რა ძალიან ჩადი რა იცი რა ხდება მე ფულს მოგცე მიყიდი წვენს ხურდა დაგჭება იქ კიდე ამოუვარდება ვიღაცას ჯიბიდან ფული ისიც შენ დაგჭება ასე ხაზის გადასმა ერთმაშად არ შეიძლება დათო წადი რა მოგივიდა რა შენ ვიქონი ვარ შენ როგორ ფიქრობ ვინ გონი ხარ ვიდა უსაქმური არაბის გამკიდებელი სხვის ხაჯი მასხორები რა კარგად გონებია და თუ კარგად გონებია ჩადი და მოუტანე დათო რა მოხდება რომ ჩახვიდე მე ვართობ მარიკას და ბავშვს ბიძა ხარ შენ ჩადი და ამოუტანე ეხლა ხანს არა მოუტანე პორტოხლის წვენი ეხლა ვაშლის მოუნდა მე ატმის მოუნდება არიცი კარგით რა დაგემართათ ხო იცით რომ ახლა ამ სახლში ჩხუბი და აყალმაყალი არ შეიძლება ბავშვს ყველაფერი ესმის მართალი ხარ მარიკა ოდიში დათო გესმის ეხლა მარიკა ელოდება ბავშვს და უნდა ხელი შეწყობა და დახმარება მარიკა ელოდება და მე უკვე მყავს და მე უფრო მჭირდება ხელი შეწყობა შეკაცი ხარ მე როგორიც ვარ იცოდი ეხლა ირაკლი ყველაფერს წაძღვარია ნერვები არ ამიშალ ადგები და წავალ აქედან ადგები და წახვალ დიახ თუ გინდა იჯექი და ისე წადი დამცინი ხო პროფესორი დათო რას ნიშნავს მე რა ვიცი ემოციას ავყევი მე რა ვიცი რას ნიშნავს ავალე ხალხიდან რა თათო კარგი რა რამდენჯერ უნდა თქვა მე წავალ ამ სახლიდანო ხო იცი რომ არსად წასასვლელი არ გაქვს ვერსად ვერ წახვალ აქ უნდა იყო დავშვიდი დაწყები ნერვიულო შენც ამასაკები ხო კარგი დათო რა მე არ ვიდი ამას შენგან ირაკლი წავალ იცოდი აქედან და ინანები ცოდი მე რას ვინანებ ვისთანაც მიხვალ და იცხოვრებ ის ინანებს გამატარე ერთი გამატარე რა კარგი ირაკლი რა ვეც
მობილური დამჭა. კარგი ირაკლი რა დაგემართა? ვერც. ფასადები დამჭა. ირაკლი. ვერც. საწვენდი დაგჭა. გამატარე ერთია, გამატარე. ყველაფერი დამჭა. აი, ამან უნდა თქოს ქალი ვარო. მე კარგი. მე გიხოცე. მე რასემურე რაო. ზევით ავით აი ეს ზევით მოიცად უყვები სირცხვილია ჩემ დასთან. შერიგდით? აი, ხო გეუბნებოდით, რომ დიალოგს ალტერნატივა არ გააჩნიათ. რა ვიცი. აბა დამენახეთ ერთი როგორ გამოწყობილ ხართ. ოქროები ხართ რა. მაგრამ უნდა ვაღიაროთ, გოგო უკეთესია. მადლობა თამარ მადლობა მომისმინე ვაჟბატონო, აბა ერთი მითხარი. სად ქორწილში მიდიხართ რა ქორწილში მიდიხართ? რა ქორწილში მივდივარ თამარ და ჩემი ბიძაშვილი გათხოვდა ძალიან კარგი გოგოა მთელი ხარაგაული გიждდებოდა მაგალითად თამრი. აბა შემომხედე. აი, ხო მოგწონვარ. ეს ჩავიცვი. ხო. და ეს თან მიმაქვს. იქ მე ვითომ ყავა გადავისხი და გამოვიცი რომ გაგიშტებია. ისე თამარ გვაქვს ჩვენ ადგილი მანქანაში და წამოსულიყავი შენც არა, მადლობა ლაშა. მე ესე მოუმზადებლად ქორწილებში არ დავდივარ ხა. კაბა თუ არ შევიკერე წინასწარ, ვარცხნილობა თუ არ გავიკეთე და აჭარული ზილეთები არ გავიხსენე. თამარ ღლონტი ესე ადვილად არსად დადის, რა ქერი ქეთევან იყიდე საჩუქარი თამ ხო, მე ვაყიდინე. და ის ფასი ავაძრეთ და უფრო ძვირი დავაწერეთ. ყოჩახ თამარ სამაგიეროთ ისინი ძალიან კარგი ადამიანები არიან და გამოგიგზავნიან პროდუქტებს აჰა. იქიდან რა მოყავთ იქ? იქ ხა ძირითადად წიწვნარია და თუ გინდა ესეთ კარგი რჩებს წამოგიხარ მომისმინე ხა, ხო იცი რომ მე ესეთ თემებზე არ მეხუმრება რა. კეთუსი. ხო, გახსოვს ახლა რაც დაგაბარე და რა უნდა წამომეღო. ხო, ესე იგი ხაჭაპური და გოჭი შენთვის და ტორტი, სოკო და საცივი მარიკასთვის. ხო, ეს კეთება. საცივის წამოღება იქიდან უხერხული არ არის? რა ვიცი მე ანგელოზივით გოგო გაგიტანებიათ და ახლა საცივი რო წამოიღოთ რატომ არის? თამრი მომისმე მე ვუთხარი და გემუდარები შენს უთხარით ხო ვერა რომ ბევრი არ დალიოს ხო? რატომ? ვაიმე რატო და ვაიმე კარგით რა ამ პატარა გოგო მიქიდან გოჭი ვათრიო თუ ეს ლოქო? გაიგე ვაჟბატონო, არ დალევ. ხო, და ახლა ბარემ მე იქიდან გამოივლით ჩვენებთან სამტრედიაში. ვერა თამარ, იმიტომ რომ სამტრედია ჩვენ გზად არ აგვაქვს. არ არის გზაზე. მოიმიზეზა ახლა რაღაც. ვაიმე თამრი მართლა არ არის. ნახე ახლა ესეც აყვა. ხო, კარგი გავივლით იქ სამტრედიაში. აბა რას ვიზავ და აბა შენიცი თამარ. რა? ეხლა ჩვენ რო წავალთ ამ სახლში, ქალიც შენ იქნები, კაციც, ლობიოც და ლოქოც. მარიკა. ირაკლი. ძალიან კარგი თუ არა მინდა რა. ავიღებ მე ხოჩი
რაღაცებს და წავა. ესენი გადავარჩიე. ეს ირაკლის, ესეც ირაკლისია. ესეც, ეს ყველაზე ძალიან უყვარს. ეს ეხა მალე ისედაც მამა უნდა გახდეს და ამას დაუტოვებ. მე რაღაცას ვიზა. ეხა პრინციპში მამა თუ უნდა გახდეს ეს ძველებს ყარ ჩაიწმევს. ახალს იყიდეს. ამას მიწავიხებ. ესეც ასე. ესე იგი დამტენი ჩავდე. ეს აქ არის, ეს აქ ძალიან კარგი. ეხლა წერე. ჩემო ირაკლი და მარკა. არა, ასეთი წერილი ასე არ იწერება. ჩემო მარიკა და ირაკლი. არა, არც ასე არ ვარ. ჩემო ირაკლი და ჩემო მარიკა. აი ეს კარგია. Алло. Дიახ. ირაკლი არ არის სახში. არც მარიკა. დათო ალექსიძე აქ აღარ ცხოვრობს. მე ვინა ვარ? მე ხეს მოწყვეტილი ეული ფოთოლი ვარ. არა, კარგი, ერთს დამეგდუდეთ. გემშვიდობებად ხეს მოწყვეტილი ეული ფოთოლი. ჩემზე ნუ ინერვებლებთ. მე ყველაფერი კარგად მექნება. თქვენ თავს მოდიში მოგეხმარებოდი თ ალექსიძე ამას ამას ჩემს ოთახში შემოვდავ Уда так-то. Მეც მომენატრები. ნუ ტერი ხარ. ცრემლებით ამ საქმეს ვერ უშველი. წავით. მეც მიყვარ ხარ. არ მოიწინო. შემოგივლი ხოლმე.
რა მითხარი ირაკლისა თუ ვერ გავიგი გამეორე? რა? მოიწყენ შენ თუ შემოთ? თან წაგიყვანო? ვერ წაგიყვან. და ვერ წაგიყვან. კარგი. ნუ მიყვენი ხარ. აჰა. წავედ რა? შენ რო წაგიყვანო ირაკლის უნდა მოსეწყინება? ისიც წავედ. ისიც წავიყვანო? აი ხლა ხვდები რას გრძნობდა გიორგი სააკაძე საქართველოს რომ ტოვებდა. ლაშა გამოდი რა გეხვეწები გამოდი კონსულში მიდიხარ და სახლში ჭა კარგი რა კეთევანა სარამ ხარა გაულში ჩავალ და ორჯერ მომშივდება მე არ შემიცვი არა ეს თამარის საწავიდა რა მოვიდა ხო იცის რო გვეჩქარება სად არის ამდენ ხანს რა ვიცი გასაგებით სახლში დარჩა რა გავაკეთო ახლა სახლი ვის დავუტოვო აი მე გოგოებს რო ვუთხრა თიკას და ანანოს მოიცადე ეხლა დავუძახებ რატო აწუხებ ახლა გოგოებს ამაზე რა შეწუხება ახლა ვერ გავიგე უფასოდ ვტოვებ გაკრიალებულ სახლში მაცადე შემოვალ ეხლავე მოდით გოგოებო რა დროს ყავის დალევა ყავა მერე დალიეთ მოდით აბა შემოდით იქუნა მოდი ანანო მოდი აბა დაჯექით იყოს ეს აქეთ უკაცრავად და სხედი ერთი წუთით ეხლავე მოვა რა ხდება ლაშა დამაგებინ 1 საათი ვეღარ მოიწე გაგისკდება მუცელი აგიფეთქდება კეთევან არ ჭამე არა აბა რაში კომპოტი დავლი დაიმე ის კომპოტი ამჟავებული იყო რამ დაგალები უნდა გადამესხა ის კომპოტი. კარგი, უხერხულია, გამოდი და ჩუმა. როგორ ახალ გოგოებო? ვიცი, ასე ჩვენ კი კარგად ვართ შენ. კარგად არის. მოკლედ, დღეს ეხლა ამ წუთას მე და ლაშიკო მივდივართ ქორწილში რაიონში, ხო? ხო და დღეს საღამოს ჩამოვალთ. ხო და გოგოებო, რა მინდა იცით გთხოვოთ, თამარი წავიდა ისე რომ გასაღები თან არ წაიღო. ჩემი თამარი რო დაბრუნდება სახლში ვიღაც ხომ უნდა დახვდეს, კარი ვიღაცა უნდა გაუღოს. ხო და გემუდარებით იქნებ თქვენ დარჩეთ და სახლს ყურადღება მიაქციოთ სანამ ჩემი თამარი დაბრუნდება ხო იცით რა დათოს ვეტყოდი მაგრამ დათო რო შემოვა მე იმას რაღა გაიყვანს ხო და მე მგონი არ იქნება ხო პრობლემა არა კეთევან პრობლემა არ არის ეს რა შეწუხებაა თქვენ ისეთებს აკეთებთ ხოლმე თიკა დარჩები ვაიმე კარგია ძალიან დიდი მადლობა გოგოებო ოღონდ დაიმახსოვრეთ ტელევიზორი არ ჩართოთ არ გადამიწვათ მე გაზი გადავკეტე გას არ მიეკაროთ წყალიც არ მოუშვათ იმიტომ რომ ისე გადავკეტე მე თქვენ მოუშვათ ვეღარ გადაკეტავ და რაღაც პრობლემები მოხდება და არ მინდა ეს ყველაფერი რა ვაკეთოთ ქეთევან რა უნდა დასხედით, გაერთეთ, იჭორავეთ, თუ მოგბეზრდებათ, მე სამზარეულო დაალაგეთ, ჭურჭელი დარეცხეთ, აბაზანაში მიმოიხდეთ, იქნებ რამე არის საქმე გასაკეთებელი, გენაცვა. ხო და მოკლედ ესე იგი ახლა ვაიმე ეს გითხარი, ხო ის გითხარი, სამზარეულო ის გითხარით, გემუდარებით გოგოებო ჭკვიანად მოიქეცით, ხო? არ მანერვიულოთ. კარგი დედა. გოგოებო, თუ მოგშივდებათ? აი, თუ მოშივდებათ, ძალიან კარგად იციან, სად უნდა დანაყრდნენ. თიკუნასთან გაბრძანდებით და იქ მირთმევთ, ხო? ოღონდ რიგრიგობით, ჯერ შენ, მერე შენ. ხო, გემუდარებით სახლი მარტო არ დამიტოვოთ, გეხვეწებით რა. კაი რა, კარგი რა, რა თქმა ამდენი ნერვიულობა ქეთევან, ნუ თუ რამე მოხდება, დაგირეკა. და რა უნდა მოხდეს? თქვენ თუ რამეს არ მოახდეთ, აქ არაფერი არ მოხდება. და თუ რამე
მოხდა ისეთი სასწაული. დარეკეთ აი აქ, მოდი, თიკუნა, მოდი, აი შეხედე, პატრული, სახანძრო, სასწრაფო, სამაშველო სამსახური, მე აქ რა წერია, ხო, თბილწყალი, გაზი. ვაიმე, ქეთევან. რა იყო? შინაგან საქმეთა სამინისტროს ნომერიც გვინდა. რა გინდა? რა ვიცი, მტერი რომ შემოგვესიას. აიმე. წავიდე, თორემ ნანამ შევდება უკვე. წამოდი, აბა გოგოებო, წავედით. კარგად, გოგოებო. მიდი ლაშიკო, მიდი. გოგოებო, ძალიან დიდი მადლობა, უღმესი მადლობა. კარგად იყავით, ხო, კარი არავის არ გაუღოთ. კარი არავის არ გაუღოთ. კარგად იყავით. კარი არავის კარგა. მე რა გითხარით, კარი არავის გაუღოთ მე. დამავიწყდა რომ მეთქვა, რვიანი გათიშულია, არსად არ დარეკოთ. კარგით, კარი არავის არ გაუღოთ. დავკეტოთ? კარგი, დაკეტეთ. ანანო. ეხა ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ვიღაცა გვიყურებს. მეც მეშინია ამ სახლში. არ გავახოთ ხო? არა, გავახოთ. არა, სიყოს წამოვინც არის რა. ვინ არის ნედა? მე ვარ გააგე. გამიდეთ კარი. ვაიმე, ქეთევან ესე მალე ჩამოხვედი. სუსი, მომისმინეთ ახლა. სამზარეულოში კომპოტია. დალიეთ, შეიძლება. მერე ხილა გამორეცხეთ და ისე დამიტოვეთ. კარგად იყავით, აბა, გოგოებო, აბა თქვენიც კარგად. თიკა, ეხა იცი რა ვქნათ? 1:09 საათი ხმა არ ამოვიღოთ. აი, დარწმუნებული ვარ, აი კარებთან დგას და არ მიდის. ხო, გითხარ. ვაი, შიკო, ეხა შენ გამოგიშვა. გამატარეთ. ეხა წავედი. კარგად, გოგოებო. კარგად, ქეთევან, დახვამდის. რა? არა, ფანჯარას არ გავაღებ, ნუ გეჩვენია. კარგი ხო მოვშორდები. ვაიმე. აუ თიკა, ეხა იცი რა ვქნათ, მოდი აქ დავლიოთ ჩვენ ყავა. აუ, თიკა, ოღონდ სადა აქვს შენახული ყავა, იცი? მოიცადე. ვაიმე, ქეთევან, რა ვიცი. მაგარი მე მირეკავე. ვაი და ბიძია. კარგი ხო, კარგად ვარ. კარგად. მოდი და ისკოთ. თქვა. ხო გავიგე ხო? კარგი. შენ კაბინეტთან გელოდებით. მე და მარიკა. კი ბატონო. ხო. გამაგიჟებს რა ეს ბიჭი რა. რა დროს ის იყო რა ქვია? კრება, ყოველდღე კრება გამიგია. მე მაგალითად კრებას ვატარებ კვირაში ერთხელ. რაო, ირაკლი. არა, არაფერი, რაღაც კრებაზე ვარო და ამოვალ მალე დამელოდეთ. ისე ამდენ ხანს სეკა და სანდრო სად არიან? მარიკულა, მანდ არის ორი ვარიანტი. პირველი, ეკამ ვიღაც გაიცნო გზაში და ახლა სანდრო მიყვება მეჯვარეთ. და მეორე, სალომემ როგორც იქნა გადაწყვიტა, მოიტაცა სანდრო და ეკამ მიყვება სანდროს მეჯვარეთ. კარგი, ირაკლი გეყოფა ახლა რა. ჯობია ის მოვიფიქროთ, გვინდა თუ არა სქესის გაგება. არა, მე კი ნამდვილად ვიცი რომ რა გოგო, მარიკა. რა გოგო. ბიჭია, მე დარწმუნებული ვარ რომ ბიჭია. კარგი, ირაკლი, რა ბიჭი რა. არ ჯობია გოგო, პატარა საყვარელი ნაზი. მარიკუნა, პატარა საყვარელი ბიჭი არ ჯობია? კი, ირაკლი, მაგრამ ბიჭი საშიშია. საშიშია? ხო. რატო? აი ხო ცოცხალ მაგალითს გეტყვი. ბიჭი სანდროს რომ დაემსგავსოს? მარიკა, მე მასე ორ ცოცხალ მაგალითს მოგიყვან. გოგო ღლონტებს რომ დაემსგავსოს?
მოხდი ეკუნა დაჭი მადლობა ირაკლი. ისეთი საცობები იყო რომ ძლივს მოვახციეთ. რა საწობები რეებს იძახი არა ირა უბრალოდ ბევრი მანქანა იყო და დაგვაგვიანდა რა შევეთ რა გადაწყვეტეთ? აპირებს კესის გაგებას? ეკუნა ეს საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის მაგრამ მე ღრმად ვარ დარწმუნებული რომ ჩვენი ბავშვი ბიჭია ირაკლი. რა ირაკლი მარიკა ბიჭია ბიჭი არ გახსოვს ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ბარსას შეტევებზე როგორ დახტო დამუცალში აი მე რომ მკითხოთ ირაკლი, მე მგონი გოგო ჯობია. რატო ვითომ რატო და სახლში ხომ ორი კაცი ხართ, შენ და დათო. ეხლა რო გოგო გაჩნდება, ორი გოგო იქნება და ბალანსი აღდგება ირაკლი. ეკუნა თუ ბალანსშია საქმე დათო წავიდეს სახლიდან მე წინააღმდეგი არ ვარ მაპატიეთ ხალხო გალოდინეთ. გამარჯობა როგორ ხარდიათ ირაკლი ხალბატონო მარიკა ეკა ძალიან სასიამოვნოა. როგორ ახართ მარიკა? შეგერად გამოიყურებით? ირაკლი რას მოვესწარ? რა პატივია ჩემთვის? წამობძანდით არ გალოდინეთ. წამობძანდით. ირაკლი დიახ შემოხარ? არა მე აქ დაგელოდები ხო იცი მე არ მიყვარს დასწრება რაღაც მიდი რაო გოგო არა ბიჭია რატომ ვითომ? რას ქვია რატომ იმიტომ რომ მე უნდა გავზარდო გავასეირნო ვასწავლო დროსტარება გართობა კაცობა უნდა ვასწავლო კაცობა ვა ეკა ისე ხო შეიძლება რომ გოგო იყოს აბა რა ირაკლი დამიჯერე გოგო ჯობია. წარმოიდგინე გაჩნდება პატარა ლამაზი საყვარელი ხუჭო ჩთმიანი შავთვალება და ბიჭი რო გაჩნდეს? სუქანი, ღიპიანი და როხნო. ირა, აი დარწმუნებული ვარ რომ ბიჭია. და რატომ ხარ ვითომ დარწმუნებული სანდრო? როგორ რატო? გამორიცხვის მეთოდი. თეგ როგორ? ირა. გოგო გამორიცხე? რა დარჭა? ბიჭია. Watson. ტყილა შემოვხედე, ეკა, ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც მე სანდროს ვეთანხმები. აბსოლუტურად ვეთანხმები, თან მე ყველაფერი დაგეგმილი მაქვს. ჩემმა შვილმა უნდა იაროს ფეხბურთზე, ცურვაზე, მუსიკაზე, ინგლისურზე, ქართული და მათემატიკა. აი, ქართულზე და მათემატიკაზე ერთად გატარებთ სანდრო. ყველაფერი რიგზეა. მართლა რა კარგია და ვინ არის გოგო თუ ბიჭი? მარა ეს ჯერ არ უთქვამს, ასე თქვა, გამოვალ და ირაკლისთან ერთად გეტყვით. აი, გამოვალ და ირაკლისთან ერთად გეტყვითო, ესე იგი ბიჭია. აბა რატო გეტყვით ირაკლისთან ერთადო, თუ ბიჭი არ არის? გამოვა გეტყვითო, ესე იგი ბიჭია. აი, ირაკლი, რა დაიჩემე ბიჭი. მარიკა, გინდა დაგენიზლავო რომ ბიჭია? მოდი, მოიც. იქნებ ეკოსკოპია ცდება. აი მე კარგი რა სანდრო, როგორ ცდება? როსკია, როგორ ცდება? არ გახსოვთ მაშინ დათოს ბავშვზე. ხო შეეშალა, მაშინაც ეს ექიმი არისო? ესე რანიზლავს ვიგებ? ეკა, ხო იცი არა, დედის გული ყოველთვის წინასწარ გრძნობს ბიჭია თუ გოგო. გეგონოს. მასე დედაჩემსაც გოგო ვეგონე. რა? შენ პატარაობაში გოგო იყავი? არაფერი არ თქვა, ჩაჭერი ეს. ჩაჭერი, მე არსად არ მეჩქარება, 3 თვე მოვიცდი კიდე, 7 წნარად მოვიგებ ნიზლავს, მე შენც წილში ხარ, ჩემო ზვიად და რესტორანი შენ არჩი. ირაკლი, რა რესტორანი? ეკოს პასუხი არ გაინტერესებს? ხო ჯამრთელია. კი. დანარჩენი არ მაინტერესებს. კარგი. როგორ ჩვენ გინდა? გაიგეთ? როგორ ჩვენ გინდაო, მერა მინდა? მე მინდა ბიჭი. ესე იგი ბიჭია. როგორ ჩვენ გინდა? აუკე ხოწებით იქა ეს ჩიქები ზუსტად ისე დააწყე როგორც ერთხელ. თორე თუ მიხნე რომ აქ დავლია ტყავა შეიძლება გაგიგდნე. ოჩი კარგა გიტყდეს რა მთხილად. ნერვიულობ ანანა ჩემი ჩიქებია. აუჩი
თიკა აურით აი მარტო რო არიან ხოლმე სახში ან რიცი ერთობიან ან აი რასაკეთებენ ხოლმე რას და მე ხა თამარი ვარ. მე ქეთევანი მოდი ჯერ დავეტყოთ მოდი ვაიმე მე ვარ კეთევანი ისე. მოიცადე თამარ სადარბაზოში რაღაცა ხმა მომესმა და ერთი წუთი მომასმენინე. არა ქეთევა თამარ ლიკა დალახაძე კიდე ვიღაცამ ჯიპით მოიყვა დამანახე. აი ნახე მე გავაკე. გამარჯობა. გამარჯობა. მე ინკასატორი. აჰა, მე ვარ ანანა, ეს არის აუ არა, თავიდან ვიტყვი რა თავიდან. გამარჯობა გენცელი. თქვენ მიხართ? ინკასატორი. მე თამარი ვარ. ეს არის ქეთევანი. ძალიან სასწაული. დიდი მადლობა კარები რომ გამიღეთ. ისე მთელი 5 წელი არ დავდივარ, რაღაცას კაჩვილი არა. კარებს არის. ისეთ თქვენ სადარბაზოში ვიღაც ლიფტიდან დენს იპარავს. ხოდა ვეძებ ისე შეიძლება რომ თქვენთანაც დავთვალე. კი, დათვალიერებ კი ბატონო. კარგით, ესე იგი აქედან მოდის. ხო. მოდის. მოდის. შეიძლება ხო? კი, მიჯანდით. დენს იპარავთ? მარტო. არ იცოდით ხო? არა, მაგრამ არც გვიყვეს. ვაიმე უკაცრავად გვერდზე სახელიდან ხომ არ არის გადმოყვანილი? არა, ლიფტიდან. ლიფტიდან მაშინ არა უშავს. ისეთი სიმაღლეზე იყო დამაგრებული? კი. შეხედე. როცა უნდათ კარგად წვდებიან ყველაფერს. მოკლედ, ეს არის სხვისი კერძო ქონების მითვისება. რომელიც იჯება ფულადი ჯარიმით. ბატონო, მე ახლა ეგ ამ ქვითარს გამოგიწერთ. დიახ. და შემდეგ დენი უნდა ჩაგიჭრეთ. ვაიმე მარტო. რა ხდება? რა, ხომ შტობა? ჯერ კი. ეს ვინ არის? ინკასატორია მოსული. ინკასატორი. ისა. გამარჯობა. გამარჯობა. ხო რა ხდება ახლა? რა ხდება და ესე იგი მე და ოი ესე იგი მე და ესე იგი მე და ამას ხო თურმე მოპარული გქონია ლიფტიდან დენი და აი გვაჯარიმებს ვაიმე იქნებ ვაპატიოთ რა ეს ახალგაზრდა გოგოები არიან უმუშევრები თან მე ამას მსუქანი ქმარი ყავს და არა, მსუქანი ქმარი მე მყავს. ქეთევანი მე ვარ. შენ ხარ ქეთევა. აჰა. ხო. ვაიმე იქნებ შეწყვეტოთ რა ჯარიმის გამოწერა თუ წერა თუ რაღაცა რა არის ეს. თქვენ მიმზადებით? მე მეზობელი ვარ. ჩვენი მეზობელია. დარეჯანი, ჩვენი მეზობელი. ზაზა. სასიამოვნოა. ბატონო ზაზა. აი რაღაცნაირად აი მიგრძნობს გული და რაღაცნაირად მინდა რომ მე და თქვენ მოვილაპარაკოთ რა ეხა რაღაცა ყავა მიართვით ბატონო ზაზა ყავას არა მადლობთ და შენ დარეჯანი რა დარეჯანი სინამდვილეში ციური ქვია და ჩვენ მეძახი დარეჯანს მეზობელი. ხო, ესე იგი ციური მქვია და მეძახი დარეჯანს. აჰა. მოკლედ მე მოვჭი. აი, თქვენ აი ხელი მომიწერეთ. ნებეთ? მე მოვაწერო. დარეჯანი. ხო, მიდი მოაწერე. აიმე როგორ არ გწხვენიათ, ესე იგი ახალგაზრდა გოგოები დენს როგორ იპარავთ ლიფტიდან, ჰა? მიდი მოაწერე ერთ მაინტერესებს ასიზა. მე მოვაწერო. მიდი აბა მოაწერე ერთ მოაწერე. ხლონტი მოაწერე, აბა მოაწერე. აი მოვაწერე ხლონტი. ჰა.
ესე იგი მე მოვჭი, თქვენ აი ეს კუთარი უნდა გადაიხადოთ? ხო. აი მე არ ვიცი რა როგორ უნდა გადავიხადო. ამდენი ფული არ ვიცი. როგორ და მეზობლები გადაიხდიან? როგორც კარი გაუღეს ისე. კარგად ზამთრობთ. აი მე ვიღოთ მე მივხედავ ამ საქმეს. ვაჭი, გაზიც თქვენ ხო არ გეხებათ? არა. რატომ მეკითხე? რა ვიცი, ისე დამაინტერესა შემთხვევით გაზსაც ხომ არ ვიპარავთ თქო. გოგო, გაიყვანე ეს იქით სამწალოს. კარგად ძალდებოდეთ. ბატონო ზაზა ნახვამდის. აჰა. შენი გდა ჯექი. შენი. სულ წავედიო? ერთ. რა ვიცი, სანდრო, მაგისაც რას გაიგებ? რამდენჯერ წავიდა ასე? აი მე რა ნუ ორივეს გამორთული აქვს. ლამის მოკვდა ნერვიულობთ. რა დროს ქორწილი იყო? ნუ ესე იგი ქეთევანი და ლაშა სად არიან არ ვიცით? გოგოა თუ ბიჭი არ ვიცით? დათო ჩხუბის მერე არავის არ უნახავს და სად არის არ ვიცით? ნუ ეთყობა ქალაქში გავრცელდა სანდროს ვირუსი და არავინ აღარაფერი აღარ ვიცით. ვაიმე ანანო. რა? კარგი რა, შენ რაღა მოგივიდა ანანო რა. ესე იგი, ქეთევანი და ლაშა გზაში არიან და ალბათ მობილური არ იჭერს? ხო. დათო სახლიდან წავიდა და მოვა, აბა საწავა და რაც შეეხება ჩემს შვილს, ბიჭია და ამაზე აღარ გვინდა ლაპარაკი. აბა რა ირაკლი ბიჭი ჯობია. აბა გოგოს გაზრდი არა მოაკლებ არაფერს. ესე იგი ფუფუნებაში გამოზრდი. მერე დატოვებ მარტო სახლში გავუღებ ინკასატორს კას და სულ წყალში ჩაგიყრის მთელ ახალგაზრდობის ნაშრომს. აი, გამარჯობა. მარიკა სად არის? ძინავს. აიმე. გეხვეწებიან და ნახე რა ძინავს თუ ღვიძავს რა. გეხვეწებიდან დამაჯინე ძალიან დაღლილი ვარ. ქეთროსა დიდება თქვენ გამოჩენას რა არის მოუკვდი ნერვიულობი ტელეფონი გატიშული დაიგვიანეთ რა. კარგი რა თამრი ხო დასარეკად მეცალავ. ეს წუთია შემოვედი სახლში. შემოხვედი თუ შემოხვედით? ლაშიკო? ჰა? ირა ესე რა კარგად გამომივიდა, არაფერი შემშლია რა. არა, ხო, უპასუხე, გეკითხება. შემოვედი, მე შემოვედი და ის ვაჟბატონი შემოვიტანე. ისეთი მთვრალია ძლივს დგას ფეხზე. ბატონო. ძინავს მარიკას და რა გინდა? აი მე რა მინდა და შავი ძაფი მინდოდა. რა გინდა შავი ძაფი? ვაიმე თამრი ქორწილში ლაშიკო მიცეკვა შალახო. აი ესე ცხვირსახოძე რომ დაიხარა მოსპოი შარვანი გასაკერია. რომელიც ბაილონი? არა მეორე. ის კარგი. ხო, ის კარგი. ხო, დაათვრა რა, სხვაც დაათვრებოდა ჩავიდა ბიჭი თავისიანებთან, ათესავებთან, ცოლიანი კაცია, დალია ორი ჭიქა მოეკიდა, გაშალა ხელები. შენ ის მოყევი, რო ჩახვედი, ვინ როგორ შეხვდა, ვის რა ეცვა, ვინ გაგიცინა, ვინ არ გაგიცინა, ვის რა ეცვა, ვინ დაჭამა, რა ხალხია, რა სანათესავოა საერთოდ. ვაიმე თამრი რომ ჩავედი და დაგვინახეს გაგიჟდნენ. ლაშიკო თავის მეუღლესთან ერთად. თავის მეუღლესთან ერთად ჩამოვიდაო და ცალკე ესე სპეციალურ ადგილას დაგსვეს. ვაიმე რა ხალხი ინჯდა ჩემს გარშემო. ტორონჯაძე. დაბრუნდა. კმაწვილი. გადაუარა წენამ. ლამაზ გოგოს ხორცე. ლაშას გაუმარჯოს. როგორ? შენ რომელი ხარ? ვაიმე ლაშიკო. ვაიმე მოიცა მაცადე რა რატომ გამოხვედი საწოლში არ დაგტოვე გადი. რომელი? გადი.
მოიცა. რა კარგად არის. ირაკლია ეს ირაკლი პროფესორი. მე კიდე ჩემზე იტყვით რამეს. ვაი. ირაკლი შეიძლება უნდა შავეხოთ. შემოდი. შემოდი დავლიე, მოდი. შენ მაინც გამიცია. გადი გაწექი მე. გახვა. გადი. თამარ დამეხმარე. გაყევი. ბოდიში დათვრი ადამიანია არ მესმის. და ხიზელმა ინკასატორს კარი როგორ უნდა გაუღოს ხო გესმის? რა გამორთულია, გურეკავ გამორთულია. კაი რა ირაკლი რა შენ მაინც ადაგემართა ირაკლი ესე როგორ შეიძლება რა ის გავარდა სადღაც ქუჩაში დარბის შენ აქ სახში ზიყარ ირაკლი აი თუ არ დაელაპარაკებთ აი როგორ მოგვარდება ანანო შეიძლება საერთოდ არ წასულა დათო სახლიდან ახლა აი ჩაგედელია თავის ოთახში არ გამოდის და ესმის ყველაფერი. მართალი ხარ? მართალი ხარ? შეიძლება და ამიტომ გამორთული მობილური რა თუნდა თუ ოთახშია წავალეხავე და შევამოწმებ. კარგი ახლა ირაკლი როგორ უნდა იყოს დათო თავის ოთახში? კარგი რა. აბა ხო იცი ამ დროს ადამიანი ყოველთვის ცუც ფიქრობს. ირაკლი კაი რა არის ეს მაჩვენე? რა? პირველ რიგში მინდა მივმართო თამარს. ეს წერილი ირაკლისთვის და მარიკასთვისა და შენ წაიკიდე. დათოს წერილი. ჩემო ირაკლი და მარიკა. არა ასეთი წერილი ასე არ იწერება. ჩემო მარიკა და ირაკლი, არა, არც ასე ვარგა. ჩემო ირაკლი და ჩემო მარიკა, აი ასე კარგია. გემშვიდობებად ხეს მოწყვეტილი ეული ფოთოლი. გიდი. ჩემზე ნუ ინერვიულებთ. მე ყველაფერი კარგად მექნება, თქვენ თავს მიხედეთ. ირაკლი, ბოდიში მინდა მოგიხადოთ ღევანდელი ამბისთვის. შენ ძალიან კარგი ადამიანი ხარ, მიხვდა? გვიან ხდებიან ხომ? გუშინ სიზმარი ვნახე შენზე და გულს ნუ გაიტეხ. მეორე აუცილებლად ბიჭი იქნება. ირა, უკვე მეორე? მაცივრის თავზე რომ მონობარათი იდო, მე წავიღე სამახსოვროდ. ხო მართლა ირა, დენის ქვითარი მოვიდა და ძალიან ბევრია გადასახდელი. თუ არ გჯერა წერილი გადმოატრიალე და ნახე დ ალექსიძე. 180 ლარი და 23 თეთრი. რა გჭირს ანანო რა არის? საწყალი და ეხლა ალბათ სადმე ხინდის ქვეშ ძინა ნერვიულობ ანანო დათო ნიჭიერი ბიჭია იშოვიდა რამე სახლს. მე სანდრა მეც მაგას არ ვამბობ ხინდის ქვეშ კარდონის სახლში. დათო მეთქი. რა არის სადიხავი ხვალ? ან ეს წერილი რა იყო? ან რას ანერვიულე ეს კაცი რა არის? სახლი ვიყიდე. ბაი. ოი მიდაჩო. რა? სა
სახლი. სახლი იყიდე? როგორ და ბაქში სესხი მივეცი მათმა ბინა მომწეს. ძირა. დიდი მადლობა. მადლობა. ესე იგი, გადახვალ მალე? კი, მალე გადავალ, ესე იგი, როგორც მითხრეს, ეს სახლი დამთავრდება 2015 წელს. 2015 წელს დამთავრდება შავი კარკასი. მე ამას ნენელა გავარემონტებ ირაკლი და გადავალ ბაქს. სულ აქ კი არ ვიქნებ. გილოცავ ირაკლი, მეც გილოცავ. გამარჯობა, ხალხო დარაჯა. უკასრავად, ხალხო დარაჯა. ხომ არ იცით? ქეთევანი და თამარი შინ არიან. ვაი, არ ვიცი, ხდება რამე? არა, იცით, უბრალოდ მინდოდა მეთქვა რომ აი ეს ჯარიმა. ხო. აღარ ახტებინებენ. მე რატო? ხო, რა ვიცი, აი უფროსისთვის ვიღაც ბატონი იუზას დაურეკავს და მისი ხათრით. სად არის? ვაიმე, ეს ისიც რა ოჯახია, ისე მიყვარს ეს ხალხი, ისე მიყვარს ეს ოჯახი, ხანდახან საკუთარი მგონია. კარგი ხალხია. ხო, მაგრამ თუ შეიძლება გადაეცით გონტებს რომ დარღვევებს მოერიდონ რა იქ. გადავცემ აუცილებლად. მე არ ვიყო დარეჯანი თუ არ მოვაგვარო ეს.